გამოგაცხადოთ როგორც ანჯელინა ჯოლის ისა რა ქვია? როგორ? დამკა ორომცოვი. ორომცოვი იყავი. აუ ბიჭო, ეგ ხანახა პროსტა ვიზახით სახელებს გავხადავთ. მე არარეალურში გადადის მოხოტუ რა და იქ დღეს ვიზახთი და ბოლოს ცერებრალური დამბრალი. სახელი ყვა. სადავი გვარი არის დამბრა. მოხსნა მიკროფონი ჩემი. ხო გიდოდა თარაზოზე. არასო გაიჩნდა ბრა. და სერიოზული რაღაცა არის. კაროჩე, ვიწყებ? დაიწყეთ. აი, ეს არის რა ქვია, დღეს არის 19 სექტემბერი. 16 გრადუსი არის თბილისში. კარი არის ახლა დედას აპირო 30 წამში არ ვიგინები. მართლა აპირო 30 წამში. ხო აბა. კარი დედას კი არა და კარი კრის. კარი კრის ხუბლები ცაზეა. არა, აგრეს ყველაფერს. ხმაც იქნება რა თქმა უნდა. სიამოვნებისთვის. კარის ASMR. ფანჯრებში ურტყავს კაკრას. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო, უბატონოებო და ბატონების ბატონებო. თქვენი ღვაწლებით არ ხო კროპოკროზე. და როგორც ხედავთ, ჩვენ ყავს სტუმარი. სტუმართან არის ჩვენი გამომწერი. როგორც აქამდე გეუბნებოდით, ყველა თქვენთაგან შეუძლია რომ მოვიდეს ჩვენს გადაცემაში და ნებისმიერ თემაზე გველაპარაკოს ამგვიხსნას. რატომ მაცინებ? განაგზეთ. შაი, გასადი გარდას. ისვენ. ჩვენ ასე ხალხი ვერ ჩავწერთ თავას. კაი. დასაწყისში კარგი არის უკვე აშკარად მხიარული სტუმარი მოვიწვევია, რომელიც ჩვენი გამომწერია, იმ 64 ადამიანს წარმოადგენს, რომელიც დიდი ბედნიერები. დღეს გახლავართ მე ბესიკ კაკულია. ბესიკ ბესო კაკულია. კი ბატონო. ჩვენი სტუმარი. დამაწყებული. შოუ დამაწყებული. დავტოვოთ ლენოვო კახიძეზე დავტოვოთ ჩემი სახელი და გვარი. ლენოვო კახიძე მე როგორც თავიდანვე განვაცხადე ვარ ლექსო დაკეცილი. მოიცა ჯერ ადამიანი ხო უნდა გაგვეცნოს საიდან არის რას წარმოადგენს რა მოხელე ნაჩალნიკია ხო უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი ბატონო ლენოვო თუ შეიძლება დიახ ნამდვილი პასუხი გაგცეთ დიახ უკაცრავ კითხვა რა იყო კითხვა გავიმეორო რა მოხელე ნაჩალნიკია რას აკეთებს რას საქმიანობს ასე რომ მოისურვა ჩვენთან გადაცემაში მოსვლა რა იყო მიზანი რა აწუხებს რა არის მისი გულის ტკივილი რავი რამდენი რამბეა ბატონო ლენოვო დიახ ვინ გასცემს პასუხს მე ვარ ლენოვო კახიძე გორიდან თავად გასცემთ პასუხს რაღაცებს მე ვარ ლენოვო კახიძე გორიდან ვარ 23 წლის არ გეტყობათ ვარ ჯერ მუშაობ უბრალოდ რომ თავი შევინახო და შემდეგ არ ვიცი მუსიკოსი ვარ ასე თუ ისე ჩემპიონში რაღაცებზე უკრავ შემიძლია საინტერესო მაცხენა მხრიდან ვიგზენი ძალიან სიმჟავე რისიბრალია ხო აგნება არ ვიცი ბიჭო მარილიანია
Tequila სად არის მე კაცო? სასაკერებო. You can't afford it. Просто ლიმონით და მარილით кайფო. გასინჯეს, მაგარისა кайფო არის. Sma distributorია. ჩვენი გადაცემის შესახებ რო გაიგეთ და ჩემმა რა ქვია სუტილიორმა კი არა და რა ქვია პროდიუსერმა მოგწერათ. დიახ. რა იყო თქვენი აქ მოსვლის თავარი მიზანი? რატო გადაწყვიტეთ? ციხიდან მისწერა? ციხიდან მისწერა? ჩვენი პროდიუსერი ციხეში. მართალია ირმა კურტანი ირმა. ირმა. ჩაუბრි სახელია. საი. ირმა საველო. რა რიცი როგორც არის ირმა კურტანიძე. ხალხია წერეთელი არის ირმა კურტანიძე. ბაზარი არ არის, იქ მითხეს. სამსახურში მაგებინეს ეს. შუათაშორის როგორც ჩვენ ვიყენებთ, აი მაგალითად მე როგორც ვარ ლექსო და თქვენ ხართ ლენოვო, ქალბატონ ირმასაც ჰქონდა stage name-ი. როგორც ჩანს, როგორც გავიგეთ. მაგრამ ორიგინალი stage name რომელიც არისო ორიგინალი სახელი და გვარით ბოზობდა. საფეთკი მინდა. ორიგინალი სახელი და გვარით ბოზობდა? ხო. და stage name-ი მომღერალი იყო. stage-ისთვის ქონდა. ხო. ანუ რა გამოვიდა ესე იგი. რა მივიღეთ აქედან? მე ეს მაინტერესებს. რა მივიღეთ? ხო, აქედან რა მივიღეთ, რომ ესე იგი თავის ნამდვილი სახელით ბოზობდა. კი. და stage name-ით სიმღერებს ხედავდა. კი ბატონო. ძალიან საინტერესო ადამიანია. თქვენ სად მინდიხართ? ჯერ ვართ იმაზე გაჩერებული, ვინ ვართ? მე ვინ ვარ? კონკრეტულად. როგორც ვიძახდი, მე ვარ ლენოვო კახიძე, ქალაქ გორიდან, შიგ გორიდან, დავაკონკრეტებ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ გაუჩნდება ეს შეკითხვა ყველა მაყურებელს ამის, როგორც ყოველთვის მისვამენ ხოლმე ამას. როგორ გარეუბნებიც აქვს? რეგიონები აქვს აქეთ გარშემო რაღაცეები და უმეტესწილად ფიქრობენ რომ ადიდან არის ადამიანი მაგრამ მე ქალაქელი ვარ. ქალაქ გორიდან ვარ. აი როგორც מחარა ამბობს რომ გორშიო ეს არ გვაქვს ვაშლისხი არ არისო ქალაქში. ვინ מחარა ამბობს? საჯო კაცი. მე ბოდიში ამას. არის, რავი როგორ არის? არის გორში ვაშლისხი. რა სიზახი? არა მოიცა ერთი ძამი ხა ეს საინტერესო კითხვა გაჩნდა. საინტერესო კითხვა გაჩნდა, იმიტომ რომ შიგ გორში, როგორც ესე ეძახიან, ქალაქში. ქალაქში ვაშლისხე მგონი არც მე არ მიდახავს. ვაშლისხე არა, მაგრამ იმას საკურების ყვა ხეს რა ქვია? ალუბალი. ხო, ალუბალი. არა, ალუბალი არის, მაგრამ ანუ მე ვიძახი იმაში რომ ფოჩი თუ სადღაც რო იმას ქნეს, რა ქვია, წითელი წევალი რო დარგეს და ესა საკურების ხე დაურგეთო. ანუ ფოჩი გამოყვეს, წარმოვიდგინე ერთ ძირში გადაიხადეს 5,000 ლარი. რა თქმა უნდა, კი. 5,000 ლარი და რო უნდა დაერგოთ საკურების ხე, ადგენ და დარგეს წითელი ტყემალი. მიჭებო, ერთი წამი მე ვიციო. მე მოისხა მაგრამ. ვიციო, კრასაც დაურგავთ. არ გაყვავით. არ გაყვავით. თქვენ არ გაწუხებთ გორში ასეთი რამე? არა, ეს რაღაცები არ გვაწუხებს. წეგან ეს საინტერესო რომ იყო იმაზე ვაშლის ხე, მართლა არ მაქვს ნანახი არასოდეს. გორში მგონი. ზოგადად ფიზიკურად ხე არ გაქვთ ვაშლის ნანახი თუ თითო გორში არ გაქვთ? გორში ქალაქში არ მაქვს ნანახი. თუთის კი ხშირად. აი ბიჭო რატო რატო გაგინანახი? ხო შეიძლება ვაშლი ყოფი, აჯობია ვაშლი რაღაცა ის. ვაშლი ჯობია, ვაფშე თუთის ხეები რაც არის დარგული ქალაქში. ეს მოსაჭრელია? წითელი თუთის ხეები მე არ მომწონს. თეთრი სად არის თეთრი? ანუ როგორც თუთა მაგრადასწორებს, მაგრამ ქალაქში ზუსტად რაღაც მე არ მომწონს. ჩემი აზრით სასამართლო არ მომწონს. თან ბიჭო ხშირად გამივლია და არ არის ფეხზე იჭყიტება? დიახ. მაგის გამო? კი, ტკბილიანია. იცი რა უნდა მოასწრო დაკრიფა რა. მე როგორც ლენოვო კახიძეს ტკბილიანი რაღაცები, მაგრამ არ მისწორდება რომ ეხება, ამიტომ უარი თუთას ქალაქებში. მოჭრან, კაროჩი, ტყუილარგია მაინც თვის. რატო არ კრიფ? ვერ ავწუდები.
შევერწდები. და ვერ ვწდები. რა სიმაღლეზეც არის იქ ვერ წვდები? ვერა ვერ ვწდები. მაღალი ხეები არის, თუთის ხეები საკმაოდ მე როგორც აძრომა ვედრით რო. არა, მე ამ დრომი არა ვარ თუთის ხეზე. ბიჭო, როში აი ქალაქიო შევესიოთ და რომ დავუკრიფოთ რა. უცებ როგორ შეწყოს გასაფოსეთ. ეს არ არის ცუდი იდეა. დაორგანიზოთ უბნები რა. ჩემი აზრით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი არის იმისთვის აბა, რა. ფული, რომ დავუკრიფოთ თუთა. ანუ და ამის ნახე. გამო შევაგროვოთ ჯგუფები. ეხლა შეხედე. არ დაიჭრება ხეები იდგება მაინც მშვენივრად ნებათო, ლამაზად და ასევე პაჰუდოს ჩამოვარდნილი გააკეთებს, თუ. მო. ხო, ანუ ეგ ცალკე შემოსავლის წყაროა და პაჰუდ ცარიელი ისა თუთა აღარ იქნება რომ გაგვატკბილიანოს და გაგვიფუჭოს მანქანა და ფეხსაცმელები. მაგრამ Win-win სხვათა შორის situation. ბეტონზე ისე ლამაზად ეთხლიშება ხოლმე ხელოვანმა ადამიანმა რო ჩაუაროს, შეიძლება საერთოდ სხვა რამე ფიქროს და ეგზისტენციალური ფიქრები შემოაწვეს. კი, მაგრამ რამდენი ხელოვანი ადამიანი გვყავს? ცოტა. აი, ერთი რაღაცა მინდა კითხოთ, ესე როგორც დიახ. გითხარი, ხარ მუსიკოსი. დიახ. ერთი ჩვენი მეგობარი არის, რომელიც იძახის, რომ დღევანდელ ქართულ მუსიკაშიო არიანო ან მუსიკოსებიო, ან მუსიკოსებიო. ეთანხმებით? მუსიკოსებში რა იგულისხმება უკაცრავად? ანუ სეზონს ვერ ამბობს რა. დისლექსიური მუსიკა. ო, მაგრამ მეორესაც არის. სკოლა. მუსიკო ჩემი უნდა იყოს მაშინ. შაშიშორო ბოლოშიც არის. არა, ეს პიროს შვენა მარტო. შასისკი. პირველი ჭირს. შასისკი ეგრე ამბობს. მარტო პირველი ჭირს და არა ჩემი მია. მუსიკოსები. რომ ეს მიეკუთვნებით თავად. მე ანუ არ მუსიკოსებს გულისხმობდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი მარტო აკეთებენ მუსიკას იმის გამო, რომ ფული გადაუხადონ. ანუ ფულისთვის რომ ემაშვებიან, მაგრამ რეალურად ხო მე არ ვითანხმები ამ ყველაფერს. რაღაცა საქმეს რო აკეთებ, იმან აუცილებლად უნდა მოგიტანოს მოგება. თუ არ აკეთებ რაღაც მოგებას, მაქედან უკვე გამოდის რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. ხო და წელიწადში $1000 უნდა დაწეროს. ხო და რავი, შენ ჩემზე უკეთესოდინება თუ მუსიკოსი ხარ და თუ ბენდი ყავს და ასე შემდეგ. ანუ რამდენს უხდიან ვინც გამოდის მუსიკოსები ვინც არიან, აი სიტყვაზე რესტორანში რო დაუკრან ქორწილში. ბიჭო, აზე არ სადღაც ერთი 1500 ლარს. ბილდაპი გამიკეთა, თქვენ გეცოდინებათ უეჭველი როგორც არიცი, არა. არ დაგიკრავს. არა, არასოდეს. იმიტომ რომ ანუ მე მუსიკაში ბავშვობიდანვე ვიყავი და იქ ბენდები ქონდა და თქვენ არ იკრობთ. ისე ხო. ბენ უფრო აი სანამ სკოლას დავამთავრებდი, მანამდე უფრო ჩალიჩავდით ხოლმე, მაგრამ მე ეს გორში? გორში. ჩვენი სტუდია ქონდა ხოლმე და იქ უკრავდით და იქვე მაგრად ვერთობოდით ხოლმე და ანუ იმენა ჩვენი იყო რა და მაგრად ასწორებდა ძალიან. და მე გავიზარდით უნივერსიტეტიო, სამსახურიო, ეხლა თბილისში ვარ და დაიკარგა რა, ასე თუ ისე ეს და ეხლა უბრალოდ ჩემპიონში ვარ და თუ რაღაც გავაკეთებ 1000-ში ერთხელ რა ჩემთვის რა. გამერხვა! და ანუ მუსიკოსებზე რომ გადავინაცვლოთ ანუ ეხა მე მაგალითად შეიძლება ადამიანი იყოს რომ არ უნდოდეს აი შემოსავლის წყაროს მიღება და პროსტა ერთობოდეს რა ისტორებდეს ანუ მე ალბათ ეგრე ვიქნებოდი ისე ვიქნებოდი რომ ანუ მექნებოდა დალაგებული სხვა სამსახური მექნებოდა და ასე შემდეგ და უკვე თუ სადმე დავუკრავდი პროსტა кайფის პონჩი აბსოლუტურად პროსტა რომ მე кайფა რა ანუ შემოსავალიც ალბათ გაასწორებდა მაგრამ უფრო кайფის ამბავში ხო ან შენ არ ყოფილხარ მაშინ მუსიკოსი არა არ ყოფილვარ მუსიკოსი მე ვარ მუსიკოსი მაგრამ გაჩნია რამდენი ფული
უძმეს. სიხდიან? მე ვარ მუსიკოსი. თქვენ ხართ მუსიკოსი? $60 მაქვს გაკეთებული Fiverr-ზე ძმა. საღოლ რა გაუგეთე? ბითები ძმა. ბითები გაუგეთე? შენ რატო დაგირეკეს? ბიჭო, მე დო პროსტა ის. Fiverr-ზე. რევიუ გქონდა რამე? არა, ვაფშე პირველი. დარეკეს? მომწერეს სიმონ. ესეთი რაღაცები არ ხდება ზოგადად. მომწერეს. და $60 გააკეთე ბითები. 3 ბითი. ეს 3 ტიპისგან. 3 როჟესგან მე რატო შეეში? ბიჭო, ყელში ამოვიდა. რა მოვიდა ყელში? რა მოვიდა? ეს ამაინტერესებს რა მოვიდა ყელში? სხვანაირი მიდგომა. აი, ხა შენთვის რო აკეთებ მუსიკას. შენ თუ დგები როცა გინდა როგორც გინდა რა და ვიღაცო დაგიკვეთავს და ერთ კვირაში რომ მიუტანო ან რაღაც ერთ თვეში რომ გამზადო ტრეკი. რაღაცნაირად ხარ რა, ანუ სრულიად მესმის ეს. არ მე ვერ ვქენი, მაშინ ვერ ვქენი. რატო შეკვეთილ მუსიკებს ვერ აკეთებთ ბიჭო? გამიჭირდა, 3 გავაკეთე. ანუ სტილი გავუკეთე, პროსტა რაღაცა მიმართულებას იდეას მეუბნებოდა, მაგრამ მაინც რაღაცნაირი სტრანი იყო, არ ვიცი. რას მე ვხვდები, რასაც გულისხმობს. იმ პონჩი რომ აი რო უკვე საქმე დრო გარდაიქმნა, რომ მუღამი დაკარგა რა. იმიტომ რომ ეგ დამემართა მე მაისში, კაროჩე, TikTok-ზე ვდებდით, პროსტა რაღაც gameplay ვიდეოებს რა. და რაღაც რაღაც ნახვები გაიჩიტა რა და სასტავს გაუსწორდა და მე გადავწყვიტე პროსტა რომ მეთქი ხა პროსტა უნდა გავსტრიმო მეთქი. გახარება. ან ბებერს შენი ხელა. ხო და მეთქი უნდა გავსტრიმო მეთქი. ერთხელ გავსტრიმო, ორჯერ გავსტრიმო, სამჯერ, ოთხჯერ და მე ისე იყო რომ უკვე following-ი ავიღე და ხალხი და აბა როდი სტრიმავ და რაღაცა და დავიკიდე. იმიტომ რომ უკვე აი როდის უნდა გასტრიმო იყო რა. მე ჩემპიონში რომ მომინდა და პროსტა გავერთო მეთქი. ეგ აღარ იყო უკვე როდისო და აი ეგ წნევა რომ ვიგრძენი, I folded ეგრევე. და დავანები თავი. არა და პირიქით რაღაც ფეიმი რომ მოდის პირიქით არ უნდა მოგინდეს რომ უფრო მეტი და მეტი იყოს. ბიჭო მე პირიქით. კი, მაგრამ თან ახლა სტრიმერების უმეტესობა რასაც უყურებ ძალიან ბევრი გადასულია გეიმერების იმაზე TikTok-ზე. აი ძალიან ბევრი. ხო. TikTok-ი მაგარ ხოძია, რავი, ყველანაირად. მაგიტო გეუნები რა, დავდო TikTok-ზე ჩვენი ვიდეო. მეშვი ძმაო, აი მე TikTok-ი ხო არც მქონია. გასაგებია, მაგრამ არც მექნება. მეც მქონდა ეს პრინციპები ჩემო კარგო, მაგრამ უნდა გამოყვეთ ხო სამყარო მოძრაობს. აი მე YouTube-ი მევასება. მეც YouTube მევასება, YouTube Shorts-ი ბრატ. Shout out. სხვათა შორის აქ ამოვარდება ბატონი ლენოვოს YouTube ჩანელი, სადაც საიდანაც ჩვენ ვიპოვეთ გადავედით და უფრო მეტად დაგვაინტერესა. შეგიძლიათ ნახოთ. აქაც ამოვარდება. შეგიძლიათ გადახვიდეთ და რა უფრო მეტად გამოიწვია ჩვენი ინტერესი, მაქვს თავისი პატარა ისა მეფეების სამყოფელის შესახებ აქვს გადაღებული ვიდეო, ქალაქებზე სასირეთი თუ სასირეთი სოფელი. სოფელი მე ვახსენებ ამაზე მე ვსაუბრობ ჩემს. უყურეთ ახსნა აი. ხო, სოფელი არის ახლა სასირეთი და გრაკალი. გრაკალი, კი ბატონო, გრაკალი და სასირეთში მოგზაურობა. კი, კი. და სასირეთი იმიტომ აღარ არის სოფელი, აქედან რო იცოდეთ რომ მეწყერი ჩამოწვა. ხო, ქალაქი იყო თავის დროზე. მაგრამ მე ბილაინ კაროჩი. ხო და ძალიან მოგეწონა თქვენი მუსიკალური ნიჭი. და ასევე სიმღერა, რომელშიც მუსიკაში ასრულებთ. და დღეს რით ხართ მოსული? მაიცა კაცო. სანამ რით ხარ მოსულზე გადავალთ. დიახ. ეს თქვენი ჰიტ სიმღერა. რომელი უკაცრავად? თავარი აქ თოთ გინდა? თუ ის ქონათ როგორ წაუმღერე. ვიდეოში რო არის? Can I put my balls in the jar? მე მეგონა იმაზე იძახდით. აი აქ შემეცი ნოდარზე იძახდით. არა, ნოდარს. აი აქ შემეცი ნოდარი არის. შემდეგაც იმაში. ნოდარი. ორი სიმღერა მაქვს. ისე თავიდან სახელი ნოდარის არჩევას ვაპირებდი. და გავხდი ლექსო. ორი სერიოზული სიმღერა ძმაო. Balls in your jaw და აი აქ შემეცი ნოდარ. Balls in your jaw. არის რომელზეც საუბრობდა. ეპიკური სახელებია. რა იყო მიზეზი, ინსპირაცია? რა არის თქვენი მუზა? ჩემი მუზა ამისგან
ბევრს ალბათ ვერაფერს ვერ ვიტყვი, უბრალოდ საინტერესო ვიზუალი არის. ამას რო ისმენ ამ სიტყვებს, საინტერესო ვიზუალი. რამ გიბიძგაც? საინტერესო ვიზუალი იმაშობა, რა ქვია, წარმოისახება ჩემი აზრით ყველა ადამიანის თავში. რეალობაში თუ განგიხორციელებიათ. აი პირდაპირ ყბაში პირდაპირ ყბაში არ განვიხორციელებია ეს რაღაცა, ამიტომ არის საინტერესო ვიზუალი თქვენ ჩემთვის. სხვის ყბაში ხო არა. სხვის ყბაში არ ჩავარდნილა. არ ჩავარდნილვარ. სხვის ყბაში არ ეგრე არ ჩავარდნილ. შვიდობა მეგობრებო. ხო და ამიტომ ანუ საინტერესო ვიზუალი ეგ როგორ უნდა გააკეთო, იცი მშვიდობა. ხელები უნდა აწიო, იმათმა რო იციან ხოლმე რა ქვია იმას. წვანებმა იციან და უსინათლოებმა ხელები რო ეთახმები რაღაცაზე. ეს ტაში არ არის? ტაში არის იმათ. მე სუნეროები მეშებოდა ხო. რაც აუ ვიღაცა უსინათლო იქნება. კი არა ყრუზმა. ხო, მუნჯებს თუ ყრუებზე, თუ ვიღაცამ რო არ იცის და ასე რო უკეთებს ხელებს და ისიც შუავას უბრუნებს, ასე დგას და ორივე. ანუ ტაში ხო ესე იყო ხო და მაგრამ ვიღაცა შენნაირი იქნება იქით, სვენა დაქვეითებული. ეს იზღება რა, ესე რო შეიძლება ვიღაცა რო დადის და აი მენა ზუმია სერიოზი. შეხოთაშორის დღეს მაგარი ნერვოზიანი ხალი შემოვიდა ავტობუსში. რა უმე? ანუ არაფერი არ უქნია რა, მოქმედებით აკეთებდა ყველაფერს. აი დასადები ბარათის სადაც არის, აი მანდ მივიდა, ფეხი აწია, იმას ბარათის მისადებს მიარტყა ერთ სამჯერმე შემოტრიალდა, ის ინვალიდების დასადგომი ადგილი სადაც არის, მაგას შემოაჯდა, ფეხები მიარტყა გვერდებზე. და არ ვიცი, თან მე სკამზე დაждდა, მე ადგა სკამზე სამჯერ დააფურთხა, გადაწმინდა. ისევე იგივე გააკეთა ეს სამჯერ. დააფურთხა? ხო. მე მეოთხეს სანამ დაიწყებდა ჩავიდა? არა. მე წინ და უკან დადიოდა. ის იქნებოდა. აუ რაღაც ერთი 60-მდე იქნება. ეო. მე მგონი შეგვილოცა. გაჭედილი ხონდა უჩელი რა სხვა არაფერი მე მგონი დემენცია ან რაღაცა თუ ესე წინ და უკან რატო დაგვიმძიმე კოტია? კოტია კი არა და მინდია, თუ რა ქვია, ლექსო. საინტერესო რაღაც მოგვიყვა ადამიანმა დღეს დავძიმდი მენა. გადახდა ადამიანს. ცოტოა შეჩე. ალე ამოვიდაო დაანგრია ის. ცოდო ჩემი აზრით ის ბავშვიც არის კლავჭიდელმა გოგომ როცემა. აი მაგას ცოდო ვინ არის იცი კიდე? ჯუმე. მაგას ცოდო არის ის ბავშვი რომელიც მან უნდა დაჯდეს სამჯერ დააფურთხა და რო აწმინდა იმან. სხვადასხვა დაჯდა. თვითონ დაჯდა და ფურთხოზე. შეიძლება რა იცი რა ხდება აქ. დილდო ეგონა სკამიდან გამოვიდოდა და ასველებდა წინასწარ თუ რას აკეთებდა. რა იცი რა ხდება აქ. წაკაი არის. აი იდგარა და სკამს უყურებს რა და ის რა ხდება აქ. ეუდება ნაშიდება. შეხედე და ოუდგა და სკამიდან როიწევა ნენელა. ხო და მოიცა ერთი წამი ეხლა შემოვიდა ის არ ვიცი სახელდაგვარი მაგოგოს მაგარო იმის არ ვიცი უცნობ ადამიანებს რავი სახელს და გვარს არ ვეკითხები. მაგაზე ცემაო ბიჭო. ცემა ბავშვი. ბავშვის ცემაზე? მაგოგოს ერქვა ნაზუკი. ნაზუკი პორტნოი. ბიჭო რა გვარი იყო? არ ვიცი რა გვარი იყო. მოკლედ მინაშვილი. ჯეიმი. Look that up. ჯეიმი ლანისტერი. ხო და მე მაგაზე გაიგეთ რომ 3000 ლარი გადაიყარა და გამოუშვეს. ბიჭო მე რაღაც მომში აი წარმოვიდგინე ახლა ჩემ თავზე რა წარმოვიდგინე რიგში დგახარ და რაღაც ასე რაღაც ვიღაცამ წამოგაწახა ცუდად რაღაც უზრდელად მოგაწახა სიტყვაზე. ხო ანუ ცუდად გითხრა შევაწუხო მოგაყენა და ამ გოგო ეს გოგო ისეთ ფორმაში არის რომ მაგის გამო არა ძალიან ჯანზე კი არის მაგრამ ანუ ფორმები ძალიან მაგარი ფორმები აქვს ძალიან მაგარი ნავარჯიშებია ხო? ოკეი. ხო და იყო თავის შვილთან ერთად რა თან. ხო და ეს 16 წლის ბიჭი ვინც იყო რა შეიძლება რაღაცა უთხრა. 16 წლის ბიჭი იყო? ხო.
ანუ წარმოვიდგინე 14 წლის გოგოსგან დაიწყეს და გოგოსგან დაიწყენ და ავიდნენ 16 წლის ბიჭამდე. აქეთ წლილი დაყვები გაქვს. კანი გაქვს აქეთ წლილი დაყვებსეო და ამა გაჭერი. ხო და წარმოვიდგინე, გაიყო რაღაც შეიძლება უზრდელად უთხრა რაღაცები ახეთ იქით, მაგრამ მე უბრალოდ მე არ გავაკეთებდი მაგას, ყურს აუწევდი იმ ბავშვს, მაგრამ ანუ ეგრე არ ვცემდი რა. ანუ ეუზდელა სერიოზულად? კი, მე მგონია რომ ეუზდე, აბა სხვანაირად რატო უნდა წამოგივარდეს ადამიანს, რომ როიდებზეა ბრატ, როიდებზე არის. არა, სტეროიდებზე არის, თან იმის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. როიდ რეინჯი ექნებოდა უეჭველი, ეგეც არის. მაშინ რა. ბიჭო არ არის გამორიცხული. ხო. არც არ არის გამორიცხული. You heard it here first. ტესტოსტერონი მოაწოდა ძმა. ხო და როგორც ვიძახდი 3000 ლარის რა ვიცი. ნუ ჩემი აზრით 3000 ლარის დაჟეჟა ის ბავშვი, არა სულწლოვანი. მეტი არა? არა, მეტი არა. სავარაუდოდ დარტყმების რაოდენობას თუ დავითვლით 3000 ლარი გამოდის. თითო დარტყმა რომ ლარი იყოს. ეგრე შეიძლება. ანუ 3000 ანუ მანქანაზე სხვა ნომერი რო გეყენოს ან რაღაცა მაგაზე წერე მგონი 2 თუ 2.5-ს და არასრულწლოვნის რავი გამოტვლაზე 3000 ლარად გამოუშვეს მაგის დედა მოთხარ კი 3000 ლარი რა შემიყლე წავალ მეც ვიღაცა წახალისება არის დაფიქრდი ახლა 3000 ლარი მეტი არა და შეგიძლია ვიღაცა იმენა აზილო რა არა ბიჭო სკოლასთან ჩავიდეთ სკოლასთან ჩავიდეთ ბაზარი არა ვინც გამოვა ეგრე 3000 ლარად პირველი ვინც მორფის წამოიდგინეთ დაწესებულება რო იყოს საბავშვო ბაღი მიდიხარ დაწესებულებაში და 3000 ლარს იხდი კაროჩე და არასრულწლოვანს დედას უთხრნავ რა ანუ ეს არის დაახლოებით 11 ნაბიჯებით არის იგივე ზუსტად რავი მეც თუ 3000 დამიწერენ რაღაც მოჩი ბიღის ეგეთი ბიზნესი დაწყება ლეგალურია უღოთ ფასად ხო რაღაც 3000 ლარად ვინმეს და რამდენი უნდა იყოს გადასახადი რომ შედიხარ წამოვიდე 3000 ჯარიმა გაქვს არა 3000 ჯარიმა გაქვს მაგრამ ანუ შენ იძახი რომ სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს აბა რა აჰა სახელმწიფო შექმნის ბიუროს ბავშვთა ჩამოტვლის ბიურო საქართველოს ანუ მაგაზე უეჭველი უნდა დაიჭირონ რავი ან კიდე ძალიან დიდი ბეილი უნდა გადაახდენონ მე ესე ვფიქრობ, ანუ 3000 ლარად გამოძრა მაგაში ეგ რა ამბავია, ვერ გავიგე. ცოტა ხანი ჩასვან. ყავს ზურგი ყავს ძალიან დიდი. უეჭველი ეგრე შანსი ხო, რავი, ეგ. ყავს ძალიან დიდი ზურგი ყავს. მე მომიწყვე შანსი. მე აღარც გამომიშვებენ, ეგეთ რაღაცა რო გავაკეთე. რა 3000 ლარი. შანსი არა. просто შანსი არა, მე შემჭამენი. ბიჭო, ეს იმაზე, ცემაზე და რომ მოგუდო ჯიუჯიტსუ რა. როაძინე? თვითონაც ხომჭიდავი არის. ჰა? თვითონ მოჭიდავი არა, ყავჭიდელია ვიდეო. ყავჭიდელია? ხო. იმ დღეს უსმენდი კაკრას მაგაზე შეინგლისის პოდკასტს უსმენდი და კაისარების როგორ სემენო დაღესტნელებიო თავის ცოლებსო რა მაგაზე ხატაო. დეჩეს წვებიან ქვემოთ 5 რაუნდი გრძელდება. 5 სოლის წე. Domestic abuse via decision. რა მაინტერესებს? ისე თავისი ტრადიციული ტანსაცმელადაც ვიათ, მაგ მდგომარეობაში ცემენ თუ ჯერა ხდიან და ისეცემენ. ჭიდაობენ და პროცესში რა. გონი ჩაცმულზე ეგრევე რა. ჩაცმულზე არ იქნება მტკივნეული, ის დაიცავს. იმხელა რაღაცა რო გაქვს შემოფარებული. რა მხელა რა. ქალე? ხო, სახი არ უჩანთ, არაფერი არ უჩანთ. მოიც დაღესტანში არ არიან. დაღესტანში. არა. დაღესტანში. просто ეს აბა ხაბიბას სოლი რატო დადის? დადიოდა ჩადრებით და რაღაცეები. ეგ მაგისი ის არის, რო იცოდე. რა არის ეგა? ქაზინ რა არის? ბიძაშვილი. ხო, ბიძაშვილი არის მაგის ცოლა. მოიცა ბიძაშვილი მოიყვანა ცოლა? ან აი მეორე ბიძაშვილი თუ რაღაცა რო აქვს ხოლმე რა. second cousin. ანუ შეიძლება პირდაპირ არ არის, მაგრამ ხო. კი. მან მოსულა მაგათთან რა. მაგრამ ძალიან ის არის, რა ქვია, ლოიალური არის ხაბიბი ძმაო. ჩემთან რაში ფოტოებს არ იღებს ქალებთან. არ მოსულა რა დაგორჩენებული როა. ჩემპიონთა ლიგის რაღაცაზე რო იყო და ქალს რო ხელი არ ჩამოართვა. ხო, ვაფშე ხელს that's fucking sick. კარმა არის, კარმა. წინ უფურთხებს. ისი ხეს გამო. ეგრევე. მე ცოლი მყავს. მე ვაფასებ ამას. ნახვი ხარ. ხო, მაგრამ ჯერ ყავს ერთი ცოლი და მეორე ცოლის მოყვანას ხო შეუძლია. არა.
მუსლიმი არის და მაგათ არა შეუძლია. მუსლიმებში ორნაირისა და ალჰამდულილლა. მრავალცოლიანები და ცოტაცოლიანი. თურქეთში არ გამიგია მე მრავალცოლიანი. როგორ არა? არის? ეს მერო ლეგიონში მყავდა ბრატი, თურქი მაგის მამას 3 ცოლი ყავდა. მაშინ შეიძლება. 3 ცოლი ყავდა? ხო. ბიჭო, ანუ ერთი წამი ახლა, ერთი წამი. ანუ ერთი არის რომ მოსულა რო ყავდეს. მაგრამ მეორე არის რომ გააძრო. ხო ხდები, ანუ აი ხა აქაც რომ მოსული იყოს რა, მე რა ვიცი. განარა იწება. ხა სამწოლს ბიჭო შონა არ უნდა? შონა რა გაძლება? გაძლება რა ვიცი, ანუ არ ვიცი ბრატ. მოსულა შეიძლება როგორი მე რომ პირველივე მნახველებს ანუ ვიღაცა უნდა იყოს. არა ბიჭო იცი რა შვებიან ჩემს რა შვებიან იცი აი თავიდანვე იბევებენ ადგილებს რა ვიღაცა აკვანში რო წევს ეს იტყვის რომ პირველი ცოლი ხომ მოიყვანა და ეს მესა იქნება ჩემი მეორე ცოლი ну всё ბაზარი არ არის ბაზარი ბესტოვებენ ესე იგი მაგრამ რაღაცა მეეჭვებას ბესტოვებენ ალბათ შობლები ჩალიჩობენ მაგას როგორც ინდოეთშია გარიგება რა შობლების ხო შეიძლება ეგრე იყოს არ ვიცი მაგრამ ინდოეთში ბიჭო დღემდე რო ურიგებენ შობლების შვილებს აი ეგ არ არის საჭირო ბიჭო საქართველოში გარიგებით რო ხდებოდეს ქორწინება რა აზრი შობლების გარიგება ამას პლუსებიც აქვს ჩემი აზრით შეიძლება კონდეს პლუსებიც ექნება ახლა ხო უნდა გიყვარდეს ადამიანი პროსტა რომ მიყვები ბიჭო რაღაცა ეს ამიგაც შეუყვარდა სხვა გზა არა ანუ რაღაც მოჩ პლუსები აქვს მაგას. ვაფშე მაგას ნერვიულობა არ გიწევს, კაროჩი. გააძრობენ ესენი და მოვლენ და შენია ბრატ. ბიჭო, რაღაცა არის აქ. დაშვენებული ხარ, ამაზე აღარ ფიქრობ. ხო. ფეხებზე კიდია ვაფშე. ბიჭო, ეგეთი პლუსი იყო კომუნიზმის დროსაც ის რა. დაამთავრე სკოლა, ირჩევ ჯარი, უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი, всё, ეგ ახლა შენ დიპლომი ბრატ. всё, დიპლომი. ბაზარი არა. თელ ცხოვრება ეგ პროფესია. ვაფშე. მე გეტყვი ძველ ისტორიას რა საქართველოში როგორ ხდებოდა რა თუ გინდა შოტლანდიის მაგალითიც იყოს რა ჯერ საქართველოში მე მოდი შოტლანდიაზე საქართველოზე იყო რაჭაში მოკლედ მეგონია ისინი აბაშიძეები იყვნენ თუ აღარ მახსოვს რა თავადები ვინც იყვნენ აქვია იმერეთში ეგენი თურმე და რაჭაში ვიღაცა რო დაქორწინდებოდა და შექმნიდა ოჯახს ის თავადი ამოდიოდა და პირველ ღამეს მიჰყავდა ესა რა ქვია ეს ახალ გათხოვილი გოგო იმასთან თავისთან იზამდა საქმეებს და მე აბრუნებდა და მე უნდა ქონოდა თამაში. აღამეშვე? ხო. ბიჭო, ჩინოჩიც ხო იყო რაღაცა. და ეგეთი ტრადიცია იყო ინგლისელებმა რო დაიპყრეს შოტლანდია, რო ქორწილები აგრძალეს, ასე შემდეგ და თუ რამე არაკანონიერი ქორწილი მოხდებოდა, დგებოდნენ, მიყავდათ, იმაშვებოდნენ, მიარჭობდნენ და ამ ქალიშვილ გოგოებს და აბრუნებდნენ მე უკან. ხუიასი ეს მე არ ვიცოდი. ბიჭო და ამათ ნახე ინგლისელები უკეთებდნენ შოტლანდიელებს და ის ქართველი უკეთებდა იმერელი უკეთებდა რაჭველი ანუ რა გინდა ერთი და იგივეა ბრატ რამ გაყო ინგლისი და შოტლანდია და იმერელი არა ის სხვადასხვა ენაზე ბაზრობს ვაფშე ძმაო ვინ გაელიკულზე ბაზრობს ის შოტლანდია ესენი ლაპარაკობენ საქსონურ ანგლო-საქსონურ ენაზე ძმაო ხო მაგრამ ლაპარაკი საჭიროა როცა გოგოებს აუპატრიურებს აუჩე ლაპარაკი დუმილი უნდა იყოს გაბმული დუმილი ხო ის მუსიკაზე რო იძახიან აშუბაო ენებს რაშუბაო ენებსო რა ხლარწავს ზუგზე იგდებს მუსიკაო მოიცადე transcends languages თუ რაღაც არ ყველგან ის მიდის რომ რაღაცნაირად თქომია ხო ძალიან გავაგრძელეთ კაროჩი იგივე უნდა გამეიგივებინა გაუფოციურებასთან ანუ კულტურებს აერთიანებს ენა არ აქვს მუსიკას ენა არ აქვს ხო მაგას ვიძახი ზუსტად იგივე მადლობა ესე კარგად ავხსნა ანუ იგივე გავყურებას ეხლა მინდა ბატონო ლენოვო სერიოზული კითხვა დაგისვათ თქვენი მთავარი მიზანი და მიზეზი აქ გადაცემაში მოსვლის ძალიან მარტივია ჩემი მთავარი მიზანი არის რომ მაგრად გავერთო ვიცინო და გავატრაკო და ეს ასევე დოკუმენტირებული იყოს და მე რამე სხვამაც გაერთოს და სხვამაც გაატრაკოს და იცინოს ჩვენთან ერთად გახსნა და რა კაი ახალგაზრდა ბიჭი ხო ბაზარი არა ნახე ტანზე მოსულ და უთხარი რა მე რა შენ ბებერსერს ბიჭი დაგირეკავენ კაროჩი საიდან შენ იბასე უბნება ძმა ეს კითხვა უკვე ზედმეტია საიდან აპაპაპაპ დაგირეკავენ შენ არის დარდო ყველაფერი კარგად იქნება დაგირეკავენ თავარია ბიჭო
ჩვენი Lenovo დიახ. ელოდება Microsoft-დან ზარს. Microsoft-ისგან სულოდები მე ზარს. ყოველთვის. Hello, Microsoft. I'm calling you from California. ხო, ამიტომ არ მოსული მოკლედ რომ იმას ვქრათ, მოუკრათ თავი. მაშინ ბარემ დავძაბოთ უფრო და რა არის თქვენი გულის ტკივილი? რაც ხდება ქვეყანაში, ასევე თქვენს თავს რაც ხდება, რომ გაგვიჟღავნოთ. აი საინტერესო კითხვა, შეიძლება გამიჭირდეს ამის პასუხი, იმიტომ რომ აი ესე პირდაპირ უკვე რომ ვიფიქრო იმაზე თუ რა არის ჩემი გულის ტკივილი, შეიძლება ვერ მივიდე იქამდე რაც მართლა არის რა. მაგრამ აი ლაპარაკში მე შეიძლება პირიქით ძალიან რაღაც აღმოაჩინო, ისეთი რაც ძალიან მткეს გულს და გავცხოველდე, შევიშალო. რა? კიდაო. რა? აპარატაო. სლეი. ხო და ხო, რავი, როგორც ყოველთვის, короче, იმ დასკვნამდე მივდივარ, მისული ვარ, მაგრამ აი თავიდან მივდივარ ხოლმე, რომ უმეტესობა ხალხისა არის ხალხის უმეტესობა თავიდან რა დამიდიხ? როგორ? ხო მიხვედის მამა. ანუ ხო, მაგრამ აი თავიდან მივდივარ ხოლმე რა ხანდა. დაждები, მიხვალ? დაждები? ხო, უკან გამოძრავდება ის და ხო, მიწინ მიდის ხოლმე უფრო სწორად. ეს კატოებში რო არის ხოლმე, კიბები რო უფრო ნელა მიდის ვიდრე ის და ხელი რო გისტრებს ხოლმე. ხო, ზუსტად ესე რო შევა. ნო, უცებ და დააფუნა უკან. მიხვდი. მაგიტო ხელს მე ხოლმე ვდებ ხოლმე მიხვდა რა. უკან დებ ხოლმე უკან იწყებ ბიჭო ეკენი. ბაზარია. მე ვდებ ხოლმე 100 ხელი გაწევი. ეწევა ხო? და ზაბუდის მე შექონები. You heard it here first. დაიმახსოვრეთ ეს სერიოზული ტრიკია. ხო და შენდელში გავაკეთებ. იმაზეც იგივე. ვცდილობ რომ იგივე გავაკეთო. რომ ანუ რა დასკვნამდე მივდივარ. საბოლოო ჯამში რომ ნუ ხალხის უმეტესობას кайხადია როგორც თქვი მისულიყო თავიდან. ხალხის უმეტესობა მაგარი ყლია короче რა. აი ესეც სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის. ეს საიდან მიდიხარ ხოლმე აქამდე? აი ვიქიდან ქვია მახატას აღმართიდან გადავხო. არ ვიცი საიდან მიდი ყოველდღე მივდივარ. ხო ყლეები ხო არიან და შენ აქეთ ხარ მანამდე სადაც იყავი რომ ამბობ რომ მე მგონი ყველა არ არის ყლე. არა უმეტესობა იქნება არ იყოს. ხო და უმეტესობა იქნება არ იყოს. აქედან მიდიხარ რომ უმეტესობა არის. ხო. ხო და ეხლა ნახე შენ რო ხელი უკან მოკიდო იგივე გაგები. შენ რო იფიქრო რომ მესამედია. ხო მესამედია. აქედან რო გამოყვე. ამ პირიქით. ყველა და რო დაიწყო. ძმა იმენა ფიქრობს. აი ჩათვალე, აქ ხარ რომ უმრავლესობა არის. აქ არის უკვე რომ ყველა არის. ესე რომ მოკიდო. სადაც ყველა არის. და დაბრუნდე იქ რომ გონი ყველა არ არის, ვიღაცები არ არიან. უმრავლესობა არის. ფოკუსი არის. კი, მართალია, სწორია, ყველაფერი გავიგე, აი ეს დიაგრამები, ყველაფერი გავიგე. ხო, მაგრამ იქნება აი სიტყვაზე ახლა რო გამოყო 1000 ადამიანი. და რო კითხო, რომელს მიგაჩნიათ თავი გამოყლებებულად. არ, ბრავი, 1-2 იტყვის ალბათ, რო რა. თავისუფლად. 1-2-3 იტყვის ალბათ. გაჭედილი ვისაც აქვს. აი დანარჩენებს, აი იმ დანარჩენ 997 კაცს რას უშვებით, რომელიც არ აღიარებს, რომ გამოყლებებულია. არა, რა გავაკეთო, ვერაფერს ვერ უზავ. ერთადერთი ერთადერთი გზა არის, რომ ანუ თუ არიან, ვინც არიან გამოყლებებულები, უნდა დავაოჯახოთ. დავაგურწილოთ. ვერაფერს ვერ ვეთქვით, короче რა. ვერაფერს ვერ ვეთქვით. არ დავაფიქსირებ ჩემს ძლიერას. წვერო გავხსნათ. აქ ძლიერი აზრებისთვის ხართ ბატონო, ლევანოვო მოსული. ძლიერი აზრები არის აუცილებელი. რისი გეშინიათ ძლიერი აზრების აფიქსირების? რატო არც ცდილობთ დააფიქსიროთ? არა, როგორ არ ვცდილობ ხოლმე და უბრალოდ კარგი შედეგი არ შემოღო ამას და თან აღარ ვიცი უკვე ხუმრობ თუ არ ხუმრობ ხოლმე და ცოტა რთული საკითხია რა. მაგრამ ანუ, короче, რო დაუბრუნდეთ იმას, უმეტესობა მოსახლეობისა არის ედიტორი გამოყლებებულია და აზრი არ აქვს. თუ არ დაატო ამას. ესე და იქით ედიტორმა. რო იცოდე მიდის. აზრი არ აქვს ამ რაღაცებზე ნერვიულობას.
პოლიტიკაზე მით პოლიტიკას ვცდილობ რომ ყველანაირად ავერიდო, მაგრამ ანუ ხალხში რო გაქვს ურთიერთობა, სხვა გზა არ არის, მე თან გინთებენ. მე ჩაერთვები, თუ რამე მათ სათავისოს იმათთვის არ ამბობ, რა ქვია, ეგრევე მტრები იჭითები. რო ხკბენენ ნენელა რომ მოდის რა. ხო, და მეც მინდა რომ კაი, ახლა შემოყვე. ხო და ანუ ვცდილობ რომ ავერიდო ყველანაირად რა და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თან არის იმისი რომ არაფერს აზრი არ აქვს მაგაზე ნერვიულობას. ნული აზრი, არაფერი არ შეიცვლება საერთოდ. რასაც ვერ ცვი, იმას და არ უნდა ინერვიულ. ტყუილია ყველაფერი. კაი, ხო არა, ანუ ვერაფერი ვერ შეიცვლება ვერანაირად რა. არა, ამინც როგორ დუბაიში ჩალიჩობენ რაღაცებს. შენ წარმოიდგინე. ეგ არის ხო იცი, ვისაკ ნათქვამი, რამდენიმე დონის ცივილიზაციაც რო იცვლება. მამა შენი იტყოდა. ცივილიზაცია რამდენიმე დონის არის და ერთი არის რომ ამინდის კონტროლი შეგიძლია და მეორე არის რომ მზეს აკონტროლებ უკვე მაგის ზედანაწილი. მახსოვს რაღაცა ეგეთი ნანახი, დია რაღაცა ეს. და მე უკვე galaktikis ენერგიას თუ აკონტროლებ და იქიდან თუ იღებ ენერგიას აგენერირებ. Короче, ქართველებმა რო აღმოაჩინოთ ეგ ისე რას ვიზამთ? შენი აზრით პირველი რა აღმოაჩინოთ? რომ შეგვიძლია galaktikis ენერგიის და მზის კონტროლი. არა ბიჭო, ჯერ ის უნდა შეგეძლოს ამინდის. ხო და ამინდის კონტროლი შეგვიძლია. სიტყვას. არა, ერთი არის რაკეტას მივყიდით ვინმე. ბაზარი არა. უეჭველი გავყიდით. უეჭველი გავყიდით. უეჭველი გავყიდით. 100%-იანი უეჭველი დამრადალდება. კამერა ჯდება ძმა. არა, კამერა რა პონჩი. იყოს ძმა. კონდეს ეს? იციმციმოს მა. მეორე ბატარეა ხო გვაქვს? მე რა ძმა. ჩაარტყიდო. კაი ძმა. ბატონი ლენოვო მოვიდა იმისთვის რომ ჩვენი პირველი გადაცემის ნახვის შემდეგ გაუჩნდა სურვილი მოაწვა მუზები და მოაფიქრდა სიმღერა. კი. და ასევე გითხრა რომ აუცილებლად უნდა გააჟღეროს ეს ჩვენი არხიდან. კი. აუცილებლად. დიახ, ანუ მე მახსოვს რომ თქვენი საუბრეთ წვრილი სიგარეტის მოწევაზე. კი ბატონო. და ანუ ეს იყო თუ არა ეს გეი, ესე ვთქვათ. ჩვენ არ ვერიდებით 2019 წელს ადამიანმა დაწერა კითხვა არის თუ არა გეობა და ანუ ამაზე აი სადღაც შუაში ვარ მე ცალკე განხრა მაქვს ჩემი იმის რა ქვია მაგას ფილოსოფია ჩემი აზრის ამასთან დაკავშირებით რაც არც იქით არის არც აქეთ მიხვდებით კაროჩი და იმის მაგივრად რომ ეს მე მოვყვე მოდი ბარემ ჩემი 20 წამიანი სიმღერით გეტყვით თუ შეიძლება თუ შეიძლება ამოვიდა შეგიძლიათ ამყვეთ მე მიხვდებით როცა წვრილი სიგარეტის მოწევა არ ხდის ჰომოსექსუალს მაგრამ მაინც ხარ გეი ესე გეი მაგრამ მაინც ხარ გეი ურმეში მადლობა არა ეგრე არ უნდა გავაკეთოთ ასე უნდა გავაკეთოთ მე სტუმარი ვარ აქ არა ვიტანამ უპატივცემულობას ეს როგორი ხელისქნება არის შეჩემო გეგონი მე ყველებს ეთამაშებიან აი ასე შესაძლოა აქ ორი ხრიდან დიახ ანუ რო გავაგზელო საბოლოო ჯამში ჩემი აზრის დაფიქსირება გიტარა გადავდო თუ კონტეს გამოვიდა რა ანუ ხანდახან რაღაცაზე მე ყოველ შემთხვევაში ვიძახი რომ that's gay that's very gay მაგრამ აქ არ არის საუბარი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე და თვისებებზე დიახ ანუ ჰომოსექსუალს არ ხდის და არ ხარ პიდარასტი და გეი როცა წვრილ სიგარეტს ეწევი მაგრამ შენი აზრით ბიჭს რომ სოციალური ქსელი აქვს სიტყვაზე ავიღოთ ინსტაგრამი რა და აქვს ინსტაგრამის სპამები ანუ ცალკე ინსტაგრამი აქვს და იქ ეგ არის გეი კი ანუ ბიჭს რო კონდეს ცალკე აკაუნტი სპამ აკაუნტი ხო ეგ გუები ხო ძირითადად აი ძალიან ისეთ საახლობლო წრეს ამატებენ სპამ აკაუნტზე სადაც თავისი ტვინისბურგი უნდა მოიშოროს აი მაგალითად მე დღეს ვიყავი ამ სალონში და
აი ფრჩხილები გავიკეთე, აი რაღაცა უხეშად მომერგო, მაგრამ მაინც კმაყოფილია, იმიტომ აი შეხედე როგორი ლამაზია, აი ასე რომ მშვენიერ, ან თუ გინდა ვიღაცა ბიჭები მიწერენ და მაგაზე გადაოს მე სადაქალო, რომ აი ნახე ეს რა ყლია და ბიჭებო თუ გონიათ რომ გოგოები თქვენზე არ გადაობენ, აი მაგრად ცდებით. ბიჭო თქვენც იღადავეთ ხო და თქვენ ვინგონია ჩვენ ქალებს არ ვიღებ, ჩვენ ქალებს პატივს ვცემთ. მაგრამ მუშად არ ვიგდებთ. რა თქმა უნდა, არა ეს მართალია. მაგრამ თვითონ თუ გვიგდებენ, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი ადამიანები უნდა ვიყოთ. რა თქმა უნდა, უფრო სულ გრძელები უნდა გამოვჩდეთ და ეს საინტერესო ვის არის სეგმენტია ჩემი აზრით, ანუ აი ეს რო თქვით ბიჭ სპამ აკაუნტი კონდეს, რომ ეს ბიჭი არ არის სარწმუნებული ვარ ეს ჰიპოთეტიური ბიჭი საკმაოდ ჰეტეროსექსუალია, მაგრამ it's gay. Definitely gay. Oh shit. გებას ამ გოგომ ძალიან ბევრი ცინა და აი იმდენი მაცინეო რომ სიცილისგან ჩავიჯვიო. აი ამ მომენტში რა განწყობა გეუფლება? პირდაპირ დგები მაგიდიდან და მიდიხარ და ამ გოგოს ახტევინებ ფულს. B. რაც საჭმელი შეუკვეთა იმას თავზე ალეწავ. C. პირიქით ტუალეტის ქაღალდს იღებ და აწოდებ. და D. უბრალოდ აგრძელებთ საუბარს. ნუ ალბათ საბოლოო ჯამში უბრალოდ გავაგრძელებდი საუბარს, უბრალოდ ვიფიქრებდი არა ჩვენ აქ წავიკითხავთ რა სიტყვაზე რომ ვიღაცაზე ასე ვიყავი და სუპი დახვრება. პირველ და ისე რომ სუპს შეუკვეთა და დახვრება. სუპი უნდა რატოა პრობლემა სუპის დახვრეტა ერთი არა სუპი უნდა დახვრეტა არა დახვრეტა არა სუპი არა ზოგადად გლები და გლები ესლები სუპს ხვრიბა აბა რა სიმო აბა რა სუპი უნდა დავხვრიბო ბრა და მოვალე ხავეო და სახვეტია სუპი და სახვეტია we'll be right back ой აი განვაცხადებ რა ბარემ აქ განვაცხადებ ერთი ძალიან სევდიანი ის მაქვს რა ქვია და დიახ ძალიან სევდიანი განცხადება მაქვს თქვენ არ ვიცით თუ არა ალბათ აი ბატონ ბესიკას ეცოდინება ჩემი ორივე რა ქვია იმათ ზაზუნა გარდაიცვალა ბოლო 5 დღის განმავლობაში ბლოდო ასაკი 9 თვე არა 9 თვე ეგ ნორმალურია მე არა ცოტა 1.5 თვეც რო ეცხოვროთ გაიქნებოდა ასე მალე კვდებია საინტერესო ფაქტი კი და საინტერესო ის არის რომ კოკო და მილტონი ერქვათ და შაბათს კოკო მილტონი შეჭამა მოკლა მისაღებია ერთმა მეორე ეგ შეიძლება კაცო როგორ ჩანს კი შეიძლება კი აშიმშილებდი არა no don't blame me ტერიტორიულები არიანო ძალიან და ორივე ალბათ მამალი გამოხკრა არ ვიცი კი ორივე მამალი იყო და არც ერთი არ იყო გეი არც ერთი ერთად ეძინათ ხოლმე მაგრამ გეები არ იყვნენ ტოქსიკური ურთიერთობა იყო ხო წვლის სიგარეტს არ ეწეოდნენ ხო და კაროჩე ესე გამოვიდა რომ კოკო მილტონი მოკლა და მე თვალები არ გვინა დეტალები და ნახე დილას მილტონი შემდეგ სამშაბათს დღეს ხო არის პარასკევი სამშაბათს დილას კოკო მაგარიც უდად იყო და მეთქი კოკო რა ხდება რა გჭირს მეთქი და დავრჩი სახლში სამსახურში აწავე სახელიდან ვიმუშავე და მივხედე ცოტა მომჯობინე რაღაც დაულბე საჭმელი ასე შემდეგ და მიზეზი რა უთხარი სამსახურში რატო არ მოდივარ თქო ზოსუნა მყავს სუდაც მეთქი ანუ არ არის სადაცილებს სუდად იყო გასიტო რა გამეკეთები ხوار დავტოვებდი და ის ბორბალი ქონდა გალიაში და ბორბალზე რომ მიგება და დაგეტრიალები და ისე რაღაც ეგეთი ვიფიქრე მეთქი იქნება მოსულიერება ჭირდებოდა ჩავსვარო ცოტა მოიხოდოს მეთქი არ ნუ ვაცინებთ ამ ტრაგედიაზე მაგარი და
ფუტბოლზე და შეუძლოს და მოიხოთოს. სასო ხელი აქ გამოღადრული მე აქ. და თვალები აქ დათხელი. ნახევად ნაცნობი ხარია და ეს. ფუტბოლზე უჩვენს მიდიწვა მოიხოდე. მოდიხოდზე რა. და დეპრესიაში ჩიმა. და ამ დროს ვიღაც თეთრი ფერი აქვს სახეზე ივას რა ქვია ზუნდას. შავი ზაზუნა იყო და თეთრი ფერი აქვს. Короче, ეგ ხომ გარდაიცვალა. ის არ მომკვდა რა გარდაიცვალა. ხოდა ანუ ხოდა ეს თეთრილით იყო ცუდად, короче რა. და მეთქი რა ხდება, მეთქი რა გჭირს, მეთქი რაღაცა და короче ეს იგი ზაზუნას ეკითხებოდი? ხო. რა ხდება მეთქი რა და დავრჩი სახლში არ ვერ ხედავ მავკლეს. იყო თუ კარგად რომელიც იყო იმას ეკითხა. არა, კარგად აღარ იყო. ეს რა იყო დარჩელის მყდარია. ის დამარხა და დაჟე ის არ იყო რა ქვია. მართლა დავმარხე კი. კვირაც არ იყო გასული ეს უკვდებოდა. G Fuel-ის იმაში ბოჭკაში ჩავდე. მართლა ნახერხი და რაღაცა და მე გავიყვანე უკან და ამოთხარი დავმარხე ძმაო. რას იძახი? არ დაგიწვავს? არა, დავმარხე მილტონი. მილტონს ემოთარი და მილტონ ფრიდმანის გამოვაყვა ნიკოლ და короче ეს იყო ცუდად. არ წავედი სამსახურში, მეთქი რაღაც მივხედო მეთქი короче და მოიხოდა რა ნენელა რა რაღაც თავის იმაში დაიქოქა. კარგად იყო რა, ხო? კარგად იყო დაიქოქა და მეორე დღესაც კარგად იყო короче და მესამე დღე გათენდა ეს იყო გუშინ. მესამე დღეს უკვე დახტკა. ეს გუშინ იყო. ქვა გადაიწიას. და მილტონი დაბრუნდა. სურიზიებას. ჯიფილმა ამოჩქეფა. იქიდან ამოვიდა ჯიფილმა. ხო და короче გუშინ დილას ჩავიხედე და გაშშებული დამხვდა კოკოც. ვა. არა და გუშინ წინ ღამე მაგარ ხოძე იყო. ბიჭო, და პროსტა მოკვდა რა. მე ვიცეთოც. კოკოები ვერქნა. Constipation-ი თქო და ეგრებონი იხოცებიან მართლა ბიჭო ნერვიულობენ მართლა ხო Constipation-ი მართლა იხოცებიან კურდღლებსაც ჭირთ ეგ რა ძალიან რო შეეშინდებათ ვეღარ ჯვავენ რა ერთ-ერთი ფრანგი მეხე მეგონი მაგის გამო მოკვდა და იბრიდები შეკრულობის გამო დამავიწყდა რა ქვია სახელი და ისა რა ლუი რომელიღაცა მოკვდა გაზების აგროვებით короче ოდა უკან корпуსის უკან დავმარხე ორივე ხის ქვეშ короче ერთი შაბათს და მეორე ხუთშაბათს გვერდზე მიუწვინე თავისი მკვლელი ლალო სალამან კი არა და ხო ლალო და ჰავარდის თემა გაიჩნდა რა ვის იყო ჰავარდი ხო ჰავარდი იყო მილტონი და ლალო იყო კოკო რომეო და ჯულიეტა კი ჩასაფლავდნენ ერთად ძალიან სამწუხარო არის ესეთი ინფორმაცია რომ მოგვაწოდე აპირებ იყიდო ახლები არა კოცხები არ დადეს ვინ კონდა რა ამოუკეკავ ნახერხს გამოჩეკო გიგას არტასალდა მუსიკა გიგა I just will there Giga I just will there Giga I just will there
წავიდა ხვალ მივდივარ არჩევნებზე ვის მივცე ხმა ნათელ მომავალს ნათელ მომავალს ხვალ მივდივარ არჩევნებზე თქვენა სიტყვით გაბწყნებულ საქართველოს ასასვლელია. დასასვლელია და გვაქვს გირჩი მეტი პარტია მე არ ვიცი არა როგორ არ ვიცი that's okay წითლები ლურჯები და მწვანეები წითლები აღარ არიან წითლები აღარ წითლები პატრიოტ ალიანსი არის წითლები ეგ დარჩნენ არჩევნები რა ნომერია პატრიოტ ალიანსი ხო 8 არა რა ნომერია გონი 8 კამერხვა არჩევნები აუცილებელია ხალხო. არჩევნების დროს წყდება თქვენი ბედი. ასევე მე კარტოფილების ბედი. და ამ კარტოფილებს თუ ვერ გაასაღებთ, ხმაც დაიკარგება. ამიტომ ყველა წადით არჩევნებს. აუცილებელია. ხალხზე თუ არა და იფიქრეთ იმაზე იმ საწყალმე კარტოფილზე რომელიც იმ კარტოფილს ყიდის თან უფასოდ რადგან შენ უნდა წახვიდე არჩევნებზე უნდა წახვიდე არჩევნებზე უნდა წახვიდე არჩევნებზე არჩევნებზე დაჭდა დამოთხან შენი დედა შევეცი რას ურჩევდი ჩვენს მაყურებელს ფრთხილად იყავით და ძისნაყარი არაფერი ჭამოთ ამრივ ზიბედოს სასტგში შედო